ტელეფონის სახეა. საიდან მოდის? ცხინვალიდან მოდის, იქიდან არის გაკეთებული, იქიდან აქამდე. ნუ ეხლა რამდენი ხანია სექტემბრის შემდეგ აღარ მის მაისის შემდეგ აღარ გამოუშვებენ, იმიტომ რომ ყველა რწყავს და ვიღა გამოუშვებს. მერია ფეთმოდის წინაგრიდან ბერშუეთი, ყირბარი, ვერ მეჯრუხებზე გამოდის, ყირბარი, ბერშუეთი, მერე უდულეთი წინაგრა და მერე გამოვიდი და მიდის იქით ხურვალის წინ. დაბა ეხლა რა გამოუშვეს რა ვიცი ეხლა ეს თვითონ იყო 4 წელი რა გქონდა. გამოივლის ერგნეს, აქედან მოყოლებული ფლავისმანი თიზიფის სოფლები, რომლებიც არის შეერთული ფარის მაღლა ეგრე არსები, როგორც ქართული ისე ოსურ დასახლებებს და გადმოედინება ბერშუეთი, ბეჯრუშევის თავზე და წინაგარის შემდეგ ხურვალეთში, ბოლოტოჩკა ხურვალეთი და ამ თავრობის კეთილი ნება და ცხინვალის დე-ფაქტო ხალხის თავრობის მოლაპარაკება იყო გაიწმინდა ურთიერთშეთანხმებით, რომელიც არ მომხდარა 30 წელია ხურვალეთის წყალი არ აკაჩავებულა წყალსაკადში, გაიწმინდა არხი წინაგარამ თვითონ გაწმინდეს არსებში გაიწმინდა და ეხლა მთლიანად უკვე არის საშუალება იმისა, რომ იმ რაოდენობის წყალი გამოვიდეს, რომ ამ სოფლებს ეყოს, აღარ არის გაბიდნული ის ლატოკები. დიუნკერები, რომლებიც იყო წინაგარასა და არსებში გაიწმინდა ის დიუნკერებიც. ეს ერთი წყალია, ეგ საცავია ოდითგანვე გაკეთებული კომუნისტების დროს გაკეთდა ხურვალეთიდან იკაჩებოდა ტელეფონის არხით. გროვდებოდა იქა და პიკის საათში უკვე როცა პიკის პერიოდში გვალვები იყო, ნადარბაზევიდან უკუსლით მოდიოდა თვითდინებით და ირწყვება ტერიტორია. ამჟამად 1,100,000-მდე არის უკვე ატვირთული, სანამ ცხინვალის ეგრეთ წოდებული დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა მოგვცემს საშუალებას და წყლები იქნება, მანამ იმუშავებს წყალსაკადში და გადაიტვირთება. ესე რომ სადღაც საათში 1,100,000 2 წლის მარაგი აქვს. ხალხს უჭირდა ბახში მოყავს პამინდორი, კეიტრი, პლობიო, ხალხი, თუ რამე არსებობს პროდუქტი, სულ ყველაფერი მოყავს უყურში. ყველაფერი არ გინდა კიდევ არაფერს და. აბა, როცა წყალი არის ორგანიზმი იყო. და როგორც გოროდის ხალხი ეგრე პედულობდის ყველაფერს.